თქვენ შეკითხვებს მოვისმენდა. მინდა ერთი განცხადება გავაკეთო ქართული დასის სახელით. მინდა თანაგზნობა გამოუცხადო თურქ ხალხს, თურქ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, თურქ ახალგაზრდობას, რომლებიც შუა საუკუნეების დროინდელი სისასტიკით იქნენ დარბეულები და მოუწოდო თურქეთის ხელისუფლებას შეაჩეროს ძალადობა და მინდა მოუწოდო ასე ევროსაბჭოს, ევროკავშირს შეერთებულ შტატებზე მთელ ცივილიზებულ სამყაროს ხმა აიმაღლოს თურქეთში მიმდინარე სასტიკი ანგარიშტორების წინააღმდეგ, რომელსაც ახლა თურქეთის ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. ეს არის 21 საუკუნის სრულად სამარცხვინო, განსაკუთრებით ნატოს წევრი და იმ ისეთი სახელმწიფოსთვის, რომელსაც ჩვენ აქამდე მივიჩნევდით და დღემდე მივიჩნევთ, რომ არის დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ ესეთი მეთოდები საკუთარ ხალხთან ანგარიშტორება არის სირცხვილი და ასეთი ხელისუფლებებს არ აქვთ უფლება შემდგომში ისე ვიწოდებოდნენ სახალხო ხელისუფლებად. როგორ ფიქრობთ, რამდენად უნდა შემდგარიყო ეს შეხვედრა და ზოგადად ბატონი პრემიერის დამოკიდებულება უშიშროების საბჭოს, მდივნის უშიშროების საბჭოს მისამართით, რომ ისინი ბოლო პერიოდის განმავლობაში არ შეკრებულან და გაურკვეველი საერთოდ რაში იყო მართალფას, ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია. მე მიმაჩნია, რომ სრულიად კომიკური შეკრება იყო გუშინ და რატო იყენებს ახალი მთავრობა ასეთ კომიკურ მდგომარეობაში თავს, როცა კრიმინალური ბანდის მეთაური სააკაშვილის მეთაურობით უშიშროების საბჭოს ხდომებს მიდის და ესწრება და განიხილავენ სრულიად ასე იგი მათთვის გაუგებარ თემატიკას. მათ შორის სააკაშვილს აძლევენ საშუალებას, რომ გამოჩნდეს კიდევ რომ ქვეყნის მეთაურია და რაღაცა ასე იგი ადმინისტრაციული საზღვრის, როგორც ეტყობა, უკეთესი ტერმინია მართლაც ისე, საოკუპაციო ზოლის გადმოწევას აი ამ ბანდასთან ერთად განხილვა, რა შედეგების მომტანია ჩემთვის უცნობია. გიგა ბოკერია არის პირი, რომელმაც მილიონობით თანხა მიითვისა უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან. ეს ყველაზე უფრო სენსიტიური ბიუჯეტია და უნდა ხმარდებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს. აქედან მას აქვს პირდაპირ ვთქვათ, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კვალიფიკაციით ვთქვათ, არამიზნობრივი ხარჯები, მათ შორის ზოგიერთი არამიზნობრივი ხარჯი არის პირადი კეთილდღეობისთვის და ზოგიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ წინ გამომთხელი საქმიანობისთვის მიმართული ხარჯები. გულისხმობ PR-ს, რომელსაც დასავლეთში უშიშროების საბჭოს ასე იგი თვის გამოყოფილი ფინანსური რესურსებიდან ეწეოდა გიგა ბოკერია. ეხლა ასეთ ხალხთან შეკრება და მათი აღიარება, რომ ისინი რაღაცას სახელმწიფოში სტატუსების მატარებლები არიან და მათთან ერთად მსჯელობა საოკუპაციო ზოლის გადმოწევა არ გადმოწევაზე არის მაჩვენებელი სისუსტის, უპრინციპობის პირველ რიგში, სისუსტის და უხერხემლობის. იმიტომ რომ ძალიან სუსტი და უხერხემლო რეაქცია ჰქონდა მთავრობას, როდესაც რუსეთმა გადმოსცია საზღვარი, ბოდიში ვიმეორებ საოკუპაციო ზოლი, ეს ყველაზე კარგი ტერმინია მართლაც, მე ამას ვეთანხმები, კიდევ 300 მეტრით. ეგერთი და მეორეს ასევე გარდა იმისა, რომ სუსტი და უხერხემლო იყო რეაქცია, ასევე რეაქცია იყო სრულიად ასე იგი შედეგი ეს არის იმის შედეგი, რომ ახალი მთავრობა აწარმოებს მინდა თქვა ესეთ არაგონივრულ პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას და მას იგი არის ჯერჯერობით ილუზიებში, რატომღაც წარმოდგენილი აქვს ესე ოცნებაში, რომ თუკი რუსებს ჩვენ ახლა დედას აღარ ვაგინებთ, რაც მინდა თქვა რომ მიღწევა ნამდვილად, ამიტომ რუსები ესე იგი ჩვენს ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ. ეს არის დამღუპველი ილუზია და ეს ძალიან სახიფათოა, როცა ხელისუფლების აღმასრულებელი შტო იმყოფება ასეთ დამღუპველ ილუზიაში და მე ურჩევდი პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით, რომ კარგად შეაფასოს და ასწოროს დაწონოს რუსეთის ინტერესები რა არის კავკასიაში, საქართველოს ინტერესები სად არის, სად ხდება ამ ინტერესების თანხვედრა და სად ხდება ამ ინტერესების ერთმანეთთან შეჯახება. ჯერჯერობით ის პოლიტიკა, რასაც ივანიშვილის ახალი მთავრობა აწარმოებს, პირდაპირ ფრონტალურ შეჯახებაში იმყოფება რუსეთის პოლიტიკასთან. ასე რომ ის რომ დედას არ ვაგინებ, მართლაც მისასალმებელია, მაგრამ ამის გამო
რუსეთი რა თქმა უნდა არ შეწყვეტს ასე იგი არ გაიყვანს საოკუპაციო ჯარებს ჩვენი ტერიტორიიდან. გარდა ამისა, დროში ემთხვევა, მაინც მინდა მივანიშნო ივანიშვილს, არ არის სავალდებულო მხოლოდ ერთი ფაქტორი იყოს, მაგრამ დროში ემთხვევა საზღვრის გადმოწევა განახლებას იმ რკინიგზის მშენებლობის, რომელიც ხსაც ქვია ყარსი ახალქალაქის რკინიგზა, რომელიც არა მარტო საქართველოს ეკონომიკას ასე იგი გაიწვევს მთლიანად და გააჩერებს ქართულ პორტებს, რეალურად დააკარგვინებს საქართველოს ეკონომიკას რეალურ შემოსავლებს, არამედ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის ეკონომიკას, ასე რუსეთის აზრით აყენებს მნიშვნელოვან ზარალს. ამიტომ მე ამ დღევანდელი განცხადებით არ მინდა ვთქვა, რომ ეს რკინიგზა არ შევაჩეროთ, ან ვაშენოთ, მაგრამ როცა ვხედავ, რომ მთავრობა ჩარჩენილია ოცნებაში და მთავრობას არის ისეთ ილუზიაში, რომ გონია, რომ თუდელას არ აგინებ რუსებს, ამიტომ რაიმეს დაგითმობენ, მე ვალდებული ვარ, რომ მივანიშნო და განუმარტო პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომ რუსეთს გარდა იმისა, რომ არ მოსწონდა სააკაშვილის მხრიდან სრულიად სამარცხინო ლანძღვა გინება, გარდა ამისა რუსეთს აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები, მათ შორის უსაფრთხოების ინტერესები. ამიტომ ეს ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ და როცა ხდება ძალიან გამოცდილი ადამიანის სურა აბაშიძის და კარასინის თუ რუსეთის სხვა წარმომადგენლების შეხვედრა, იქნებ რაიმე პრაქტიკულ თემატიკა იქნეს განხილული და იქნებ რაიმე ისეთი პოზიციები იქნეს განხილული საქართველოს და რუსეთის, რომელიც ერთ და მეორე მხარეს ასე იგი მიიყვანს იქამდე, რომ ყველა ერთ კვირაში თუ ყველა ერთ თვეში 300 მეტრის საოკუპაციო ზოლი არ უახლოვდებოდეს თბილისს. აბაშიძის მხრიდან იყო განმარტება, რომ ის მხოლოდ ეკონომიკური საკითხებს, გავს საკითხებს შეეხება იგივე ვაჭრობას, რუსულ ბაზარზე გატანს ქართული პროდუქტების და ეს საოკუპაციო ზოლი და ეს პრობლემები ამ შეხვედრების კომპეტენციაში არ შედის. ეს არის დიპლომატიური განმარტება აბაშიძის. დიპლომატია და იცის, რომ ასეთ შეხვედრის წინ ასეთი განცხადება უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ არის რა შედეგიც წამოიღებს კარასინთან შეხვედრის მერე და სწორად იქცევა, მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილება რუსეთთან ეკონომიკის ჩვენისთვის ბაზრის გაბმა მიბმული არის პოლიტიკაზე. ჩვენ ხო ვიცით, რომ პოლიტიკის გამო დავკარგეთ რუსული ბაზარი და არა იმის გამო, რომ ქართული ღვინო არა ცუდია, ხო? ეხლა ეს კომიკურია, ხო, რაგვარი იყოს ონიშენკოს განცხადებები. ყველამ იცით, რომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ღვინო, რომელიც არ გამესინჯოს. ფრანგების, იტალიელების ძალიან ბევრი ღვინო მაქვს გასინჯული, მიყვარს ღვინო სხვადასხვა. არ არსებობს უკეთესი ღვინო, ვიდრე ქართული ღვინო. ამას ნებისმიერი წარმოებელის და მომხმარებელი აღიარებს. და დღეს რუსეთის ბაზარი სავსე არის სამხრეთ ამერიკის ღვინოები, ჩილედან შემოტანილი ღვინოები და მოლდოვური ღვინოები და სხვა ბულგარეთიდან და კრასნოდარში დაიწყეს რაღაც ღვინის წარმოება კიდე. აფხაზები ცდილობენ, აფხაზეთი საქართველოა, მაგრამ აფხაზეთში ხარისხი და მაგალითად გურიაში, აფხაზეთში და სამეგრელოში ხარისხი ყველაზე ნაკლები ღვინო მოდის ჩვენთან, ხო? ყველაზე კარგი ღვინო სად არის? იმერეთში, ზემო იმერეთში ზესტაფონი, თერჯოლა, ვანი, საუკეთესო ღვინო მოდის ქართლში, განსაკუთრებით შიდა ქართლში და კახეთი, ანუ ეს არის მეფე ღვინოებში, ხო? სწორია რა. ბოკერიასთან დაკავშირებით შეგეკითხებით, რამდენად მოსალოდნელია, რომ ბოკერიას დაკავებაც მოხდეს? ბოკერია აქამდე დაკავებული უნდა იყოს. მე მინდა გითხრათ ერთი რამ. ამ პარლამენტის სიცხვილე და ყველა იმ პარლამენტის წევრის სიცხვილეა, რომ დღეს ჩვენ გვყავს ვიცე-სპიკერი გია ბარამიძე, რომელიც არის დამნაშავე, რომელიც არის ხილებული მკვლელობაში, კორუფციაში და ასე შემდეგ. გიგა ბოკერია, რომელიც პირადად ღებულობდა პატიმართა წამებაში მონაწილეობას და პირადად ედება ბრალი, მოდი არ დავანახულოთ უდანაშაულობის პრეზუმპცია, მაგრამ მას ბრალი ედება პატიმართა საკნებში ავტომატით ჩახოცვაში და დასწრებაში, მინიმუმ დასწრებაში პატიმართა წამების, მათ შორის მოლაშვილის წამებას. ანუ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მძიმე დანაშაულებებში ბრალდებული პირი. არ შეიძლება ასეთი პირი ინარჩუნებდეს უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს, წარმოადგენდეს ამ სტატუსით საზღვარგარეთ საქართველოს და იყენებდეს 32 მილიონ ლარს ქვეყნის საწინააღმდეგო და პირადი კეთილდღეობისთვის. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს გიგა ბოკერიას, ბენდუქიძის, კეზერაშვილის
და გია ბარამიძის გაუნებელყოფა, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, ბარამიძის გამოწვევა პარლამენტიდან, ასეთი პრეცედენტები ჩვენ წინა პარლამენტში გქონია და ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობის აღდგენა არა დოზირებული, ზევიდან დაშვებული ლიმიტებით, მას შემდგომ როცა ნახავ რომ 50000 კაცი გამოვარდა ქუჩაში და ვეღარაფერმა ვერ გააჩერა და შიშით რო არის დაკავებული ვანო მერაბიშვილი იმისთვის რომ 17 მაისი გადაეფარათ. არამედ სამართლიანობის მიზნით, მართლმსაჯულების და კანონიერების აღდგენის მიზნით ყველა ეს კრიმინალური ელემენტი, მეორე ბოკერია, ბენდუქიძე, ბარამიძე, კეზერაშვილი დღეს უკვე უნდა იყოს პატიმრობაში და თუ ხვალდაზე მაინც ჩარჯდებიან, არაუშავს ესეც იქნება მოთმენადი. 17 მაისთან დაკავშირებით შეგეკითხავით, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ აი სასულიერო პირების წინააღმდეგ აღიძა ხო თორსტების სისხლის სამართლის საქმე და რა მდგომარეობა არის თქო? იცი რა სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული ორი სამღვდელო პირის წინააღმდეგ, ორთავე მონაზონია, ბერმონაზონის წინააღმდეგ, ბრალდებით რომ ისინი ხელს უშლიდნენ ჰომოსექსუალთა აქციის ჩატარებას. ბერმონაზონი თუ ჰომოსექსუალთა აქციის ჩატარებას და ცოდვის პროპაგანდირებას ხელს არ უშლის, ის ბერმონაზონი მინდა გითხრათ არ არის. რაღაც ფორმით. თუმცა ძალადობა არც ერთ ბერმონაზონს არ გამოუყენებია. არსებობს არც ერთი მამტკიცებელი რაიმე მტკიცებულება, ახლა ხელში ტაბურეტით სიარული გადაადგილება არ არის დანაშაული თავისთავად, ხო? არცად არ არის კარგი და არ არის დაზარალებული. ერთი დაზარალებული პირი, რომელიც მერე ძალადობის მსხვერპლი უნდა ყოფილიყო, თუ ძალადობა არის, უნდა იყოს ძალადობის მსხვერპლიც, ხო? ხო შეიძლება ერთი პირი დაასახელოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ან პროკურატურამ, რომელიც იმ დღეს იქნა დაზარალებული. სად იყო მოწოდება ძალადობაში? რა? არ არის. ძალიან გთხოვთ. არა, ასეთ კადრები არსებობს და არ ყოფილა. არ არსებობს. ერთი წუთი გაგაწყვეტინოთ უნდა, იმიტომ რომ თქვენ ლაპარაკობთ. ახლა მე წინასწარ ვიცი რა ბოკერეს რა დანაშაულა თქვი რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია რო არ დავღებ ბრალი ედება თქო. ეხლა თქვენ რას ამბობთ? ჰაერზე ზოგა იყო მოწოდებები, სიტყვა იქნებ ფრაზა მითხრათ, ციტატა რომელიმე სამღვდელო პირისგან, ან თუ გუნდა საერო პირისგან, რა მოწოდება მოისმინეთ თქვენ? ციტატა მითხარით. მაგალითად მე რამდენიმე ფიქრად მუშაობ თემაზე და ადამიანები ამბობდნენ რომ მაგალითად მამაო მოუწოდება მრავს რომ გამოსულიყო და ეს რაღაცა არ ჩაახევი შეშალათ ამას. ერთი წუთი. ანუ თქვენ ბრალდება რაში მდგომარეობს რომ ადამიანები ამბობდნენ და თქვენ გესმოდათ რომ თუმე მამაო სადღაც ამბობდა რომ მოწოდება. ეს არის ბრალდება? ეხლა ბოდიში თქვენს მიმართ ამბობთ ჭორიკნობით შეიძლება ადამიანს სისხლის სამართლის საქმეზე მის დანაშაულზე ილაპარაკო? ისი თქვენ აი მოდი რადგან ჩვენ ამ თემაზე ვლაპარაკობთ, სოდომის და გომორის სანამ ცეცხლი დაწვავდა ღმერთი, ისიც რა თქვა ღმერთმა? გარდავიდე და ვიხილო, ვითაც გაღადებენ ეგრეთ აღესრულების, ანუ ღმერთმა რა თქვა ნახეთ, როგორც მეუბნებიან, გადავიდე და ვნახო, როგორც ამბობენ, ნამდვილად ესე არისო? სოდომში და გომორში განა ღმერთმა არ იცოდა რომ სოდომში და გომორი ამ ძიმეცოდით სოცოდვაში იხჭებოდა. უბრალოდ მან ადამიანებისთვის ეს ეკლესიურ სწავლებას თუ წაიკითხავთ, ეხლა ზუსტად ძალიან დაემთხვა ერთმანეთს. თუ წაიკითხეთ ის განსწავლის რომ არ შეიძლება ადამიანი განსაჯო, განიკითხო კი არ განსაჯო. ადამიანი თუ კი მას არ მოусმენ. ვიღაცის გადმოცემი და ეხლა თქვენმე ორ მღვდელზე რომელიც მიმართა სისხლის სამართლის საქმე არის აღზრული. არა, მეუბნებით რომ ბრალდება შეიძლება იყოს ის რომ თქვენ ვიღაცამ არიცით ვინ გითხრათ ადამიანები ამბობდნენ რომ თურმე მღვდელმა სადღაც და ამ მღვდელზე ამბობდნენ? აბა ერთი წუთი. ვინაც ხადებდათ, ხო უნდა გქონდეთ. როცა რამეს არ ჩეღო ბრალზე ვლაპარაკობთ. მაშინ ეს ბრალია?
ეხლა წარმოდიეთ იგივე წარმატებით. ეხლა მე რო გამოვიდე და თქვა რომ იცი რა, ისი ამბობენ რომ გიგა ბოკერიამ ამადამ ადგილას მოკლა სამი პატიმარი რაც ვისით ყველამ რომ გააკეთა. ეს არის როგორ? კომენტარები არის ამ ყველგოდა თითქმის უმეტესი ყოფი ადამიანის რომ ესეც მოწოდება იყო. არა, აი ისევ იგივეს მეუბნებ თქვენ ამბობთ ახლა ნახეთ, გინდათ რომ ბრალი დაძდოთ ღდელს, დამოთ რომ ამბობენ რომ იყო. ამბობენ და იყოთი. რომელი რედაქციიდან ხარ ბოდიშისთვის? იმედ ხო აი მითხარი, იქნებ გავმარტოთ რა. ამბობენ რომ იყო ეს შეიძლება ბრალის საყენების საფუძველი იყოს? ბატონო? დიახ. ეს მე ეს დანაშაული მეც მოვედი ეკლესიის მოწოდებით. დიახ. აქ სად არის ძალადობა? აქ ძალადობა სადა? კონტრაქცია არ არის? კონტრაქცია თავის ერთი წუთი. თქვენ ბავშვებო საერთოდ არ ეკევით რა, ბოდიში. ეხლა ტყემაზე და ბლიცკურკების სროდეს არ შეიძლება. პირადად არც ეს არ გეკუთვნი. დავასრულებ ჯერ გავამარტავ და მე გეტყვი. კონტრაქციის ჩატარება თავისთავად ნიშნავს ხელის შეშლას. რისი უფლებაც გავს? კანონი და კონსტიტუცია. კონტრაქცია თავისთავად ამას ნიშნავს. მაგრამ ძალადობისკენ მოწოდება ქავში ქვაჩაარტყი ეს სხვა რამეა. კონტრაქცია იქ რო ტარდებოდა ეს ყველა ვიცოდით. ეს არის კონტრაქცია. ეს არის კონტრაქცია კი. იმიტომ შევიკრიბეთ. როგორ? არა, ძალადობა კადრებში ვენახი რა არ იყო. არც კადრებში არ ჩანს და არც არ იყო. ფაქტებით უნდა ილაპარაკოთ, გენცვალე. ფაქტებით, როგორც კი მე ვინმეზე რამეს ვიტყვი ხოლმე, რომ პრეზიდენტმა რაღაცა გააკეთა, ძალიან სამართლიან და ობიექტურად თქვენ მე ვთხოვთ ფაქტებს. და მე ყოველთვის ვარ ხოლმე მომზადებული ფაქტებით. დიახ. და მე რა ვთქვი? მე რა ვთქვი, რომელიც არის ბრალდებული და რო არ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმპცია, საქმის ძიება უნდა მიდიოდეს თქო. მე დიახ. არა, ამ შემთხვევაში დაზარალებულები არსებობენ, რომლებიც ხელს ადებენ, კი, განსხვავებით თქვენი ბრალდება, სად არის აქ დაზარალებული კაცო? არა. მომისმინე. როგორ? არა, ერთი წუთი, არა. აი, ნახეთ, მე თუ რამე სფერო არის განვითარებული, არის ჟურნალისტიკა, მაგრამ ნახეთ როგორ უხერხულობაში იყენებ თავს, იმის გამო რომ გინდათ ეხლა შეცდომა გამოსწორდა და იმას რომ რაღაცა უთხრა და გადასცა ჭორი. არა, ერთი წუთით რა. ბოკერიას შემთხვევაში არის ბრალდებული, დაზარალებული პირები, ხო? კონკრეტული პატიმრები, რომლებიც ასახელებენ მას, ხო სწორია? მაგრამ ამ შემთხვევაში და მე აქაც არ ვარ ხო. თქვენ გააქვთ კულტურა ჟურნალისტურ დამასრულებინოთ. ხომ შეიძლება დავასრულო აზრი არ მაწყვეტინოთ. და ამ შემთხვევაში თქვენ არ გყავთ არც ერთი დაზარალებული ჰომოსექსუალი, რომელიც იტყვის რომ მე თავი გამიტეხეს. ხო სწორია? ამაში განსხვავებას ვერ ხედავთ? იქ იყო პატიმრები რომ ნაწამები არიან და დახოცილები არიან, ხო არის ფაქტი ეს. და აქ არ არის დაზარალებული ჰომოსექსუალი. ეს არ არის განსხვავება თქვენთვის? როცა არ გინდა რომ დაინახო, ახლა არ დაინახავ. როგორ? დიახ. დიახ. აი, კარგია შეკითხვა, გაიმეორე რომ ისმოდეს მინდა რა. ანუ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს დაფინანსება შეუწყდა, მათ შორის ქართული დასეთა პარტია თავისუფალი საქართველო. როგორია თელი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, როგორც უმრავლესობაში ამბობენ, დაფინანსების შეწყვეტა განაპირობა იმ მაჩვენებლების ვერ მიღწევამ არჩევნებზე შეიძლება ითქვას, რაც დაფინანსებას უზრუნველყოფს. ძალიან კარგი შეკითხვა, რომელიც ბევრი რაიმეზე პასუხის გაცემას გაცემის საშუალებას მომცემს. პირველ რიგში მინდა თქვა, რომ გუშინ არასწორად გაშუქდა ჩვენი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ინტერპარტიული ფორმატიდან ერთი კვირით
ცალკე გაიპარა, აწარმოებდა ჩვენს ზურგს უკან მოკლედ სანამ წყალსდავლეთ ეს არა ამოიღოთ ხო მეორე არხის იმდა ისინი გაიპარნენ მოილაპარაკეს ერთმანეთში რომ თავის დაფინანსება გააორმაგა მოვიდნენ და გუშინ ჩვენ პრეზენტაცია გავუკეთეს თავის დაფინანსების გაორმაგების უბრალოდ ამა გამოიწვია ჩვენ ვეუბნებოდით რომ გაათანაბრეთ პარტიების მდგომარეობა და ამათ მათგანზე თავისთვის გაიზარდეს ხო ნაცნობობა ბიუჯეტიდან იღებს 2.400.000 ლარს ეს რაიმე ლოგიკაში და სამართალში ჭირდება პარტია რომელსაც მაქსიმუმ პროცენტებზე როცა ლაპარაკობენ შეიძლება 3-4% აიღოს და ამას უკვე ის მიკერძოებული სოციალური კვლევებიც კი აჩვენებს ხო წრიურად 2.400.000 ფონდის ჩათვლით ორი ტიპის დაფინანსებაა და 3 მილიონამდე იღებს ივანიშვილი ეხლა რა არის იცი ორი ფინანსური მონსტრია ხო ერთი ლეგალურად მოდი ამას სინქრონისტვის ადამიანებს წესიმა და ზათ მოგცი კი თავიდან ხო რა თქმა უნდა თუ გახსოვთ იყო ჩვენი განცხადებები რომ მადლობა ამ შეკითხვისთვის აქ მოხდა ესე ამ გუშინდელ პოლემიკას მწვავე პოლემიკას წინ უძღოდა ასეთი ისტორია რომ ჩვენი ერთობლივი ინტერპარტიული ფორმატიდან ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთი კვირით გაიპარა შეიძლება ასე ვთქვათ ცალკე იკრიბებოდნენ და გუშინ წარმოადგინეს მათი შეთანხმება ამ გაპარვის ცალკე გაპარვის შედეგი რომლის მიხედვითაც ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა გაუორმაგდეს ნაციონალური მოძრაობა რომელიც ვიმეორებ არის კრიმინალური ბანდა რეალურად დღეს ბიუჯეტიდან იღებს 2.400.000 ლარამდე აი ივანიშვილის მთავრობა დღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პარტიას აფინანსებს 2.400.000 ლარი დაახლოებით 3 მილიონამდე 2.700.000 თუ არ ვცდებს იღებს ქართული ოცნება ეხლა ქართული ეკონომიკის პირობებში და აქ სოციალური ფონზე როცა არსებობს ორი ფული ერთი არის ლეგალური ივანიშვილის ფული რომელიც 7 მილიარდში ადგენს და მისი პარტია თუ კოალიცია ქართული ოცნება რომელიც მიუხედავად ამხელა რესურსებისა იღებს 3 მილიონამდე კიდე ბიუჯეტიდან მიაქვს და მეორე კრიმინალური ბანდა რომელსაც აქ ხალხისგან ნაკურდალი ფული და იცით რომ ივანიშვილზე გაცილებით მეტი ფული აქვს სააკაშვილს და კიდე სხვა აი ამ ასე იგი ბანდის მეთაურებს იღებენ ბიუჯეტიდან 2.400.000 ლარს წლიურ დაფინანსებას ეს სამართალია ეს სამართლიანობაა და როცა ჩვენი კოლეგები ეხლა რომ სავარძლებში დასხდნენ გუშინ ქუჩაში იდგნენ ჩვენთან ერთად და ჩვენს პროცენტებზე ლაპარაკობენ ნაცმოძრაობა ეხლა რომ გაუშვა რამდენ პროცენტს აიღებს არჩევნებში არ მინდა ვკითხო საკარიას მინდა ვკითხო რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს დავით უსუბაშვილს რამდენი პროცენტის ამღებია აეხლა რომ გამოვიდეს ივანიშვილის გარეშე ამიტომ პროცენტებით რესპუბლიკელების ჩემთან ქართულ დასთან საუბარი მათთვის სულაც არ არის მომგებიანი ჩვენ გაცილებით უფრო მაღალ რეიტინგული პარტია ვარ და მეტი ხმების მეტი ელექტორატი ყავს ვიდრე მაგალითად რესპუბლიკურ პარტიას და ყველა ვიცით რომ ივანიშვილი რო არ ყოფილიყო ახლა ესენი 1%-ს ვერც ერთი ვერ აცდებოდნენ და ჩემ პროცენტებზე ნუ არავის ქართულ ოცნებას ლაპარაკი არის უფლებას საერთოდ არ აქვს თუ ცოტაზე მეუბნება და ნამუსი აქვს იმიტომ რომ ჩვენ არჩევნებში გარდა საბურთალოს ოლქისა გასვთ ალბათ მონაწილეობას არ ვიღებთ იმის რომ ხმები არ გაგვეყო ეს ხმები რო არ გაგვეყო ეს თხოვა მე ივანიშვილმა და თხოვა რომ არ შემექმნა ალიანსი და არ გავაკეთე ეს და ეხლა ქათამა წყალდალიათ სასახედაო ეხლა არსებობს ასეთი გამოთქვა მადლობა და რომ ადამიანი მადლიანი ამბობენ რომ ეს მადლიანი კაცია და ასე უმადური კაცი უმადური ნიშნავს მადლიერება ვის გზნობა რო არ აქვს ადამიანს ივანიშვილზე არ ლაპარაკობ ეხლა ინტერპრეტაცია არ გააკეთოთ ყველა ოლქში 70 ოლქში მოხსენი კანდიდატები და ყველგან დასის მხარდამჭერები და ასე იგი პარტიის წევრების ახალ ზოგან იყო გამინაცხენდნენ უბრალოდ და ვიღაცა მაინც დასის შემოხაზა მაგრამ მე მოუწოდებდი რომ ქართული ოცნებისთვის მიეცათ ხმა ჩემი ოჯახი
მშობლები ბათუმში მივიდნენ და ქართულ ოცნებას მისცეს ხმა. ეხლა შემაგათ ნამუსი აქვს ჩემი პროცენტებზე ვლაპარაკობენ. მე ხა პროცენტები იმიტომ აქვს დაბალი რომ ზაქარიაზე ნაკლები რეიტინგი მაქვს თქვენი აზრით? ან ხიდაშვილზე და უსუფაშვილზე? ეხლა ეს არ არის მიგეთქეთ გონირული საუბარი. საკითხი დგას ასე. ევროსაბჭოს და იდეა წამოვიდა ავტორები არიან ევროსაბჭოს ექსპერტები. რომლებსაც მე დამიკავშირდნენ, შეკრება მოხდა ევროსაბჭოს ოფისში, როცა იქ მივედი დავხლა კიდევ რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი პარტია, მათ შორის იყო თავისუფალი საქართველოს კუკავა და იქ მოვისმინე ასეთი აზრი, რომ რა ჩვენგან აინტერესებს, რა შეიძლება მოხდეს, რომ ქართულ პოლიტიკაში შეიქმნას თანაბარი გარემო და კონკურენცია. ჩვენ ხო ყველამ ვიცით, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მივიდა არა მარტო იმიტომ, რომ სააკაშვილი უზნეო იყო. სააკაშვილი იყო უზნეო. არამედ იმიტომაც, რომ ის იყო დაუბალანსებელი. მას ჰქონდა უკონტროლო ძალაუფლება. დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, შეგვიძლია შევქმნათ ისეთი თანაბარი გარემო, რომ პარტიებმა ერთმანეთთან შეჯიბრებაში ასე იგი შვან უკეთესი პოლიტიკური და სოციალური პროდუქტები. ამით მხოლოდ მოსახლეობა იხეირებს. ამე ძალიან მარტივ განმარტებას მოხსნა. ერთ ქუჩაზე თუ ერთი სახაჭაპურია გახსნილი, იქ სახაჭაპურეს პატრონს ყოველ შეუძლია ყველი მოაკლოს და ფასი მაღალი დაადოს, იმიტომ რომ თქვენ სხვა გზა არ გაქვთ, უნდა მიხვიდეთ იქ უნდა იყიდოთ ის ხაჭაპური. მაგრამ თუ მის გვერდით მეორე და მესამე სახაჭაპურე გაიხსნება, ყველა მეხაჭაპურე ცდილობს რომ მეტი ყველი ჩაუდოს იქ მომხმარებელს და ფასის ნაკლები დაადოს, იმიტომ რომ მათ შორის არის კონკურენცია. აი ეს ეკრება თუ გარდა ქართული ოცნებისა, რომელიც დღეს არის მონოპოლისტი, გაჩნდება კიდევ მეორე და მესამე ძლიერი ძალა, რომელიც შეძლებს გააკონტროლოს ოცნების სწრაფვა, უკონტროლო ძალაუფლებისკენ და კონკურენცია გაუწიოს მას. ივანიშვილი, ბაღათურია, კუკავა თუ ყველა დანარჩენი სხვა პარტიების ლიდერები შეეცდებიან, რომ მეტი ყველი ჩაუდონ ხაჭაპურში მოსახლეობას. მხოლოდ მოსახლეობა იხეირებს ამით. თუ მონოპოლისტია და ბაზარში ერთ ადგილას იყიდება კიტრი და პამიდორი, მაშინ ფასი ძვირია. მაგრამ თუ 10 ადგილას იყიდება არის კონკურენცია, მაშინ ფასი არის იაფი. ეს იგივე პრინციპი მუშაობს პოლიტიკაში. ამიტომ გაჩნდა ეს აზრი, რომ ჩვენ გვემუშაო გარემოს გათანაბრებაზე და აზრი იყო, რომ როგორ შეიძლებოდა, რომ ჩვენ არასაპარლამენტო პარტიის განსაკუთრებით არ დაგიმალოთ ეხლა ეს ზედმეტ თავდაულობას არ დავიწყებ. საუბარი იყო დასზე და კახა კუკავაზე, იმიტომ რომ ამ ორ პარტიას ყავს ელექტორატი და ეს ელექტორატის განწყობა არ არის ასახული დღევანდელ პარლამენტში. ხო გასაგებია რატომაც მოხდა ეს შეკრება. და ჩვენ დავიწყეთ საუბარი ბევრ საკითხს განვიხილავდით. მათ შორის არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ მედიაზე წვდომის საკითხს, თქვათ, უფასო სარეკლამო კლიპების რგოლების საკითხს და ასე შემდეგ. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საკითხს ოპოზიციური პარტიებისთვის და ასე შემდეგ. და ეს დამთავრდა იმით, რომ ნაციონალურ მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ, რომელსაც ერთს 2.400.000 ეგ და მეორეს 2.700.000-მდე თავისი გაფინანსება გააორმაგეს. ეს რამეში ჯდება? და პროტესტი გამოიწვია სწორედ ამან და კამათი გამოიწვია სწორედ ამან. ის თუ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს თუ არა თავის პოლიტიკურ სივრცეს, დიახ, მე მაშინ ასე უნდა იყოს. მე ხვალ ვარ თავარი მოხსენებელი ევროსაბჭოს და ჩამობრძანებული ექსპერტების და სტუმრების ასე იგი წინაშე, რომელიც გაიმართება რედისონში, ეს მათი მოთხოვნით იქნება, ესე იგი მათივე ფორმატია, სადაც მე უნდა გავაკეთო მოხსენება საქართველოში შექმნილ ასე იგი თანაბარ თუ არათანაბარ გარემოს, მათ შორის ფინანსურ საკითხებს. და გარემო ასეთია მაშინ, მე გეტყვით. ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა დღემდე 2.400.000 ბიუჯეტიდან და იორმაგებს ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, თვითონ ქართული ოცნებაც იორმაგებს და ჩვენი დაფინანსება არის ნული სტოლი. ეს ახლა სამართალია? ჩვენ ხო გჭირდება პარტიას, გჭირდება ოფისი, სადაც ათასობით ადამიანი მოდის და თუ სადმე თავშესაფარი ვირმეს აქვს, დაჩაგრულს ან ჯანდაცვის სისტემის უსამართლობის გამო, ან გაზის მოხელის უსამართლობის გამო, ან სხვა თემები, ან პენსიონერის, ან სხვა ყველას თავშესაფარი არის ქართული დასის ოფისი. ქართული დასი რეალურად მუშაობს როგორც ჯანდაცვის და სოციალურ სამინისტრო. ან რამე გამგეო მუნიციპალიტეტი. ჩვენი იურისტები ამაზე არიან ორიენტირებულები. ამის ექსპერტებად ჩამოვა უკვე მე-5 წელია. მე შემიძლია გამოვაქვეყნო სტატისტიკა, ჩემპიონები ვიყავ პირველ ადგილზე ვიყავით
პარლამენტში მიღებული სტუმრების და შემოსული წერილების და რეაგირებული წერილების. წარმოვიდგინეთ, მე ერთი მანდატით ვიყავი პარლამენტის წარმომადგენელი და ნაციონალური მოძრაობა 125-ით. იმაზე მეტი მიღება მქონდა გაკეთებული. ეხლა ამ თემებზე მე არ ვლაპარაკობ, ხო, როგორც წესი, მაგრამ ეხლა როდესაც ისეთი ბავშვი, რომელიღაცა პოლიტიკური ბავშვი, შეიძლება ძალიან კარგი ზნეობით პირადი თვისებებით, მაგრამ პოლიტიკაში ბავშვი დაიწყებს ქართული დასის პროცენტებზე ლაპარაკს, ამას გამოიყენებს იმის არგუმენტად, რომ თურმე ნაცმოძრაობას უნდა ქონდეს 5 მილიონი დაფინანსება ბიუჯეტიდან და ამიტომ მისთვის გაუგებარია დასის და თავისუფალი საქართველოს პროტესტი. ეს მინიმუმ გულუპილობაა, ხო სწორია და ეს გულუპილობა შორს არ წაიყვას. მე სხვათა შორის იქვე ვნახე კუთხეში, როცა ეს დებატები მიდიოდა, კუთხეში იჯდა პალიკო კუბლაშვილი და ცენტრში იჯდა ქართული ოცნება და ამ ჯგუფის ხელმძღვანელი. და მე როცა შევატყვე, რომ ისიც იგივე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, რაშიც თავის დროზე პალიკო, აკომიას ხის აზრის მოსმენა რო არ აინტერესებდათ, რადგან მიაჩნდათ, რომ დედამიწის ესე იგი პატრონები თვითონ არიან, მე გავახსენე, რომ შეხედე პალიკოს აზრს. გუში პალიკო იჯდა შენს ადგილას და არჩენებამდე რამდენიმე დღით ადრე ზაქარიასთვის პალიკოსთვის ვიმეს რო ეთქვა, რომ ხვალ ზაქარია იჯდება შენს ადგილას, შენ კუთხეში მკუჭული იქნები, ამას პალიკო არ დაეჯერება. ცხოვრება ასეთია, პოლიტიკა ძალიან მკაცრია. მით უმეტეს, როცა შენ არ შეგიქმნია საკუთარი თავი პოლიტიკაში. ეხლა მე ზაქარიაზე არ ვლაპარაკობ. უბრალოდ შენ ივანიშვილის კალთაზე და ივანიშვილის ლეგალური ფულით ხარ მოსული პოლიტიკაში და მე კი არ უნდა გაიფხორო, კაცო. მე შენ მადლობა უნდა უთხრა ღმერთს და მადლობა უნდა უთხრა შენ საკუთარ ხალხს, რომელმაც შენზე მეტი მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ ეს ბანდა ჩამოეშორებია მართლობიდან. არც ერთი ახლა პარლამენტის წევრი, ვინც ის განსაკუთრებით რესპუბლიკელი, გაგიგია სადმე რესპუბლიკური პარტიის წევრი დაეჭიროთ, ეწამებიოთ ნაციონალური მოძრაობის დროს, არა ხო? და რამდენი დასელი იყო დაპატიმრებული. თელთენჩი ოჯახი ყავდა დაპატიმრებული. ძმა, ცოლის ძმას გადაწყვეტა. ხალხში ქუჩებში რა ხდებოდა? რამდენი ადამიანი ნახეთ თქვენ მიტინგზე თვალი როა გამოგდებული 26-ს რა მაინც რა მოხდა, 7 ნოემბერს რა მოხდა. და ამ ხალხს გონორით ზაქარია არ უნდა ელაპარაკებოდეს. იმიტომ რომ ამ ხალხის შრომაზე, ამ ხალხის სისხლზე და ოფლზე, შრომაზე, ამ ხალხის ძულებზე მოდიხარ თქვენ კაცო. ამ ხალხის ძულებზე ხარ რომ პარლამენტის წევრი გახდით. და ეხლა მე გაეფხორო და ამ ხალხს გონორით ელაპარაკო და ხიდაშელი და უსუფაშვილი თიც იქნებდეს რომ როგორ გაბედას რა ქვია სამღვდელოებამ კონტრაქციის ჩატარება და ამიტომ პასუხისგებაში უნდა მე სირცხვილია. უსამართლობა, უმადურობა და სირცხვილია უბრალოდ. და თუ ეს ნამუსის მორალურ ამბავში და თუ პრაგმატულად შევხედა რაციონალურად, ხო? მე ადრე თქვი და კიდე ერთხელ ვამბობ, არ ამგონია ხიდაშელმა და უსუფაშვილმა ეს ხალხი კიდე თუ გამოვარდა აეროპორტამდე მიესწრო. მოიმუქრებიან. ხალხს წყობიდან უგამოიყვანა, ხალხი უკვე მიხვდა, რომ დაუშვეს შეცდომა, როცა ისინი მოიყვანეს ხელისუფლებაში. ხალხი უკვე მიხვდა, რომ ყველამ დაიწყო საკუთარ ტყავზე ზრუნვა, საკუთარ გამდიდრებაზე ზრუნვა და არა სახელმწიფოს განვითარებაზე ზრუნვა. ამიტომ ყველა დაწყნარდეს. შეეცადოს გაანალიზოს და გააცნობიეროს შექმნილი ობიექტური რეალობა და წესიერად მოიქცეს. ხალხს თითქმის ნუელაპარაკებიან. ეს ის ხალხია, რომელმაც ესენი ძალაუფლებაში მოიყვანა. აი ეს 50,000 კაცი ქუჩაში ვისიდგა ბნელებს რო ეძახის. ხიდაშელი და უსუფაშვილი ამ ხალხმა მოიყვანა ძალაუფლებაში და თუ ეს ბნელი ხალხის ძალაუფლებაში მოყვანა არ უჭირდებოდა, მაშინ დატოვონ მანდატები და მოდი გამოვიდეს ახლა უსუფაშვილი და ხიდაშელი და რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კენჭი იყაროს. 0%-ია მათი რეიტინგი. 0 და 1% კი 0%-ია. ეს იზოდე. პარლობა და ბოდიში ცოტა ესეთი ემოციური სამესვათე მოგაქცევთ?